საღამომშვიდობის ეთერშია საინფორმაციო გამოშვება შაბათი დღეს. ამერიდან ყოველ შაბათს 22 საათზე მოგიყვებით რა მოხდა კახეთში მნიშვნელოვანი მთელი კვირის განმავლობაში. თქვენ ჩვენგან გაიგებთ ყველა მნიშვნელოვან ახალ ამბავს. კვირის მთავარ მოვლენებს ტელეკომპანია გურჯაანის ჟურნალისტებთან ერთად ნინო სამნიაშვილი გაგაცნობთ. ტელეკომპანია გურჯაანი თქვენი რეგიონული ტელევიზია. მართალია კახეთი მევენახეობის რეგიონია, ბოლო 10 წელია ფერმერები აქტიურად აშენებენ ატმის ბაღებსაც, განსაკუთრებით გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მაგრამ ევროპის ბაზარზე უფრო დიდი პერსპექტივა, როგორც ჩანს, კენკროვან ხილს აქვს. გურჯაანში მოყვანილი უეკლო მაყვალი შესაძლოა ევროპის და ამერიკის ბაზარზე გაიყიდოს. გურჯაანელმა ფერმერმა იზოლდა ქიტესაშვილმა მაყულის რამდენიმე მწარმოებელთან ერთად ასოციაცია ჩამოაყალიბა. ისინი ერთად 100 ტონაზე მეტი მაყულის შეგროვებას და პროდუქტის ევროკავშირში გატანას გეგმავენ. ასოციაციაში მოხარულები იქნებიან თუ სხვა ფერმერებით შევერთდებიან, რომელთაც უეკლო მაყვალი მოყავთ. ევროპა კი მზად არის, რომ საქართველოსგან დიდი რაოდენობით კენკრა შეიძინოს. ვერაიაშვილი მოგიყვებათ ქართული ხილის საექსპორტო პოტენციალის და ფერმერების მიერ შექმნილი ასოციაციის სამომავლო გეგმების შესახებ. კენკრის წარმოების განვითარებისა და ევროპის ბაზარზე პროდუქციის გატანის მიზნით გურჯაანელმა ფერმერმა იზოლდა ქიტესაშვილმა მაყულის რამდენიმე მწარმოებელთან ერთად ასოციაცია ჩამოაყალიბა. მას 2010 წლიდან 4 ჰექტარზე გაშენებული ამერიკული ჩესტერის ჯიშის უეკლო მაყვალი მოყავს და ადგილობრივ ბაზარზე კილოგრამს 3 ლარად ყიდის. ევროპის ბაზარზე პროდუქტი რომ გაიტანოს მინიმუმ 100 ტონა მაყვალია საჭირო. ასოციაცია კი როგორც თავად ამბობს, კენკროვანი ხილის გატანაში დაეხმარება. მისივე თქმით, მაყულის წარმოებით ქართველი ემიგრანტები დაინტერესდნენ. სხვა გურჯაანელი ფერმერების თუ გააშენებენ უეკლო მაყულის ბაღებს და სამაცივრე მეურნეობის პრობლემასაც მოაგვარებენ, პროდუქტს დიდი საექსპორტო პოტენციალი ექნება როგორც ევროპის, ასევე ამერიკის ბაზარზე. ჩვენ თუ გავერთიანდებით, უკვე ნებისმიერ უпроსორად გავერთიანდით და შემდგომში ბევრი შემოგვიერთდება, რომ ერთობლივი ძალით გავიდეთ ბაზარზე, ევროპის ბაზარზე. მარტო ერთი ადამიანი ვერ გავა, ასოციაციას ვთვლი, რომ თავისი დიდი ძალა ექნება. ძალიან ბევრი ადგილობრივი მოსახლეობა გამოგვეხმაურა, აქვთ სურვილი. მაგრამ კიდევ ერთი დიდი, ასე ვთქვათ, კმაყოფილების ელემენტია, რომ ჩვენი ემიგრანტები გვიკავშირდებიან ამერიკიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან და აქვთ სურვილი ჩამოსვლის, გაშენების. იქამდე კი სანამ იზოლდა ქიტესაშვილი ჩესტერის ჯიშის უეკლო მაყვალს ევროპის ბაზარზე გაიტანს, მან 1 ტონა ხურმის ჭირი, ცოტა ქლიავის, ლეღვის, ვაშლის ჭირი და ტყლაპი უკვე გააგზავნა გერმანიაში. გავგზავნეთ და კარგად წავიდა, რამდენიმე შემოთავაზება არის, პიროვნება რომელიც პოლონეთში უნდა გატანა, გერმანიაში უნდა გატანა, აი რაოდენობაზე არ არის საუბარი. რამდენსაც აწარმოებთ, რასაც აწარმოებთ. და კილოგრამს ვთქვათ, რამდენად ჩაიბარებენ? ხურმის ჭირი 6 ლარად წაიღეს, ნუ მისაღები ფასია ჩვენთვის. მაყულის მწარმოებელთა ახლად შექმნილი ასოციაცია ზაფხულში პროექტ აწარმოეს საქართველოს თანადაფინანსებით სამაცივრე მეურნეობის გახსნას გეგმავს, სადაც უეკლო მაყვალთან ერთად მარწყვს, ჟოლოს, ალუბალს, ხურმას, ლეხვსა და ქლიავს გაყინავენ. წარმოებულ პროდუქტს კი ევროპაში გაყიდიან. კახური ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ღვინოზე მოთხოვნა ქვეყნის საზღვრებს გარეთაც დიდია. 27 წლის ერეკლე ხაზიურმა ნიუ-იორკში ღვინის კლუბი გახსნა და ამერიკული ჯიშის ყურძნით ღვინოს ქართული ტრადიციული მეთოდით წურავს. ახალგაზრდა მეღვინემ ამერიკული მედიის ყურადღებაც მიიპყრო, ნიუ-იორკ ტაიმსმა მასზე სტატია მოამზადა. მომავალში ერეკლე ხაზიური ნიუ-იორკში ქვევრის ჩატანასაც გეკმავს. თეთრი ჯიშებიდან გვაქვს მუსკატი და შაბლი. ასევე გვაქვს წითელი ტემპრანილო, გვაქვს მალბეკი, გვაქვს ბარბერა, კაბერნე. ჯიშს, ანუ თვითონ ტექნოლოგიას რაც შეეხება, ტექნოლოგია კეთდება, ანუ ჩვენ რო ვეძახით კახეთში დედაზე დაყენებულ ღვინოს, აი ამ ტექნოლოგიით ვამზადებთ. შემდგომში ფილტრაციის საჭიროება თუ ხდება, თუ ძალიან დიდი საჭიროება არ არის ფილტრაციის არ ვაკეთებთ. აქედან გამომდინარე ვცდილობთ რომ მაქსიმალურად შევინახოთ, შემოვინარჩუნოთ ყურძნის მნიშვნელოვანი თვისებები ღვინოში. ქვევრთან დაკავშირებით ვთხრობთ, იმიტომ იმდენად რამდენადაც ჩვენ რომ დავიწყოთ ქვევრის ღვინის წარმოება, შედეგები არ ვიცით როგორი იქნება და არ გვინდა რომ რაღაცნაირად ქვევრის ღვინო, როგორც ასეთი, ასე თქვა, დაბალი ხარისხით შევიტანოთ ბაზარზე, იმიტომ რომ და ამით გავუტეხოთ სახელი ქვევრის ღვინოს, რა, ძალიან ვთქვი.
რეგიონში დაბალი ხელფასი არავის უკვირს, თუმცა მეზოების ანაზღაურება მათი შრომის არაადეკვატორია. ისინი ყოველდღე გურჯაანის ქუჩების დასუფთავებაზე ზრუნავენ, თვის ბოლოს კი 130 ლარ ხელფასს იღებენ. ზოგი უფრო მცირე, ზოგი კი უფრო მეტსაც, ეს ნორმებზე ყოფილა დამოკიდებული. არადა შპს კეთილმოწყობა, რომელიც მათ გასამსჯელოს უხდის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელიწადში 9 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება. მეზოები ხელფასების გაზრდისთვის მაჟორიტარ დეპუტატ შუამდგომლობას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას კი დახმარებას თხოვენ. 27 წლის ვანდა ნარსიძე ყოველ საღამოს 17 საათიდან 20 საათამდე ობელისკებიდან ახტალის მიმდებარე ტერიტორიას გვის და ასუფთავებს. თვის ბოლოს კი ხელზე 122 ლარ ხელფასი იღებს. ფასებმა საწვავზე მომსახურებასა და პროდუქტზე მოიმატა, მაგრამ მისი ხელფასი იგივე დარჩა. ვანდას აზრით ყოველდღიური შრომა არ უფასდება. 2 წლის განმავლობაში მუშაობ ქორწინების სახლიდან ახტლის ტერიტორიამდე და მიკავებს ხელფასს 130 ლარი მაქვს. ჯაფა მაქვს ძალიან დიდი და დაფასებაც არა მაქვს. ყოველდღე ვიგვი და არც მიფასებს არც არაფერი, არც უფროსობა, არც გამგეობა არც არავინ. ვანდა ერთადერთია, რომელმაც კამერის წინ პრობლემის შესახებ საუბარი გაბედა. დაბალი ხელფასის გამო პრეტენზიები სხვა მეზოებსაც აქვთ. მათ პირადადაც გავესაუბრეთ, თუმცა იმის გამო, რომ სამსახურში პრობლემები არ შეექმნათ, გადაღების წინ კამერასთან გამოჩენაზე უარი გითხრეს. სკრიპსაც უნდათ მოსვლა, მაგრამ შეეშინათ იმის გამო, რომ სამსახურებიდან არ გაანთავისუფლონ. თორე მთელი ამ ეს მეზოები გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ არის ძალიან დაბალი ხელფასები, არის ეს ძალიან ჭუჭყიანი საქმეა, ამდენ მტორს ყლაპავენ და არ უფასდებათ შრომა. და იქნება მიხედოს ვისაც ეს ხელმწიფება და დაფასდეს ამ მეზოების შრომა. წინა წლებში მეც ვმუშაობდი ამ დაწესებულებაში, მაგრამ იმის გამო, რომ ჩემი შრომა არ ფასდებოდა, იძულებული გავხდი, რომ გამენებებინა თავი და წამოსულიყავ. პრობლემის შესახებ გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატსაც დაურეკეს პირდაპირ ეთერში. გვაინტერესებს მეზოებს ძალიან დაბალი ხელფასი გვაქვს და იქნება გაგვარკვიოთ რატომ. აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა და თუმცა აუცილებლად დავალაპარაკებ ბატონგიასა გავარკვევ ამ საკითხს, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს მათი კომპეტენცია და მათი გადასაწყვეტია ამ საკითხის მოგვარება ხელფასებთან დაკავშირებული პრობლემების ზოგადად. მეზოებს ხელფას შპს კეთილმოწყობა უხდის. ადგილობრივი ხელისუფლება კი ამ სამსახურს ყოველ წელს 9 მილიონზე მეტით 540,000 ლარით აფინანსებს. კეთილმოწყობის ხელმძღვანელი გვიხსნის, რომ მეზოების ხელფასი ნორმებზეა დამოკიდებული და ზოგს თუ ორი ნორმა აქვს, შესაძლებელია ხელზე 100 ლარიც კი ვერ აიღოს. მისივე განმარტებით თავად ხელფასების მომატება არ შეუძლია და ეს ადგილობრივ ხელისუფლებაზე დამოკიდებული. თუ დაფინანსებას გაუზრდიან, შესაძლებელია დაბალი ხელფასების პრობლემაც გადაიხედოს. როგორც მეზოები ამბობენ, ისინი დღეში 2-3 საათი იმუშავებენ ყოველდღე, გარკვეულ ტერიტორიას ალაგებენ და თვის ბოლოს მხოლოდ 130 ლარს იღებენ. თქვენ ეს საბართლიანად მიგაჩნიათ? მეც მაგას გეუბნებით. თითოეული ნორმის მიხედვით არის ხელფასი ანაზღაურება. ესე იგი, ერთი ნორმა ღირს დაახლოებით 55 ლარის ფარგლებში დარიცხული ხელფასი. თუ ვინმეს აქვს ორი ნორმა დაგვილი, ის 130 ლარს კი არა, დაახლოებით 100 ლარამდე აიღებს ხელფასს. თუ ვინმე გვის 5 ნორმას, ესე იგი 5-ჯერ მეტს აიღებს. ეს არის ბიუჯეტზე დამოკიდებული, რაც თუ იქნება ბიუჯეტს მეტი საშუალება, შეიძლება მეტიც მიეცეს. და თქვენი ხელფასი რამდენია? 700 ლარი. გეგმავენ თუ არა შპს კეთილმოწყობისთვის დაფინანსების მომატებას, რათა მეზოებსაც ხელფასი გაეზარდოთ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ამ თემაზე დღეს პასუხი ვერ გაგვცეს, რადგან გამგებელი არ იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ 2 წლის წინ 2015 წლის იანვარში გურჯაანის გამგეობაში შექმნილი აუდიტი შპს კეთილმოწყობას დარღვევებში ადანაშაულებდა და საქმე პროკურატურას გადასცა. დღეს კი აუდიტის სამსახურში ინფორმაცია არ აქვთ, როგორ გადაწყდა საკითხი. მეზოებს დაპირისპირების დეტალები არ ადარდებთ. ისინი მაჟორიტარ შუამდგომლობას ადგილობრივ ხელისუფლებას კი დახმარებას თხოვენ, რათა ხელფასი 250 ლარამდე მაინც გაეზარდოთ და დაუღალავი შრომა დაუფასდეთ. თელავში კი უმუშავრობის პრობლემაზე ჩივიან. კახეთის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით თელავი კერძო და საჯარო ორგანიზაციების სიმრავლით გამოირჩევა, თუმცა აქაურები ამბობენ, რომ სამსახურს მაინც ვერ შეულობენ და ქალაქში დასაქმება ძირითადად ნაცნობ მეგობრობით ხდება. პრობლემის შესახებ სიუჟეტი გიორგი ბაღანაშვილმა მოამზადა.
თელავითაც თავი პრობლემა არის უმუშევრობა და ეს წლების განმავლობაში გრძელდება. თელაველების უმრავლესობის თქმით, მათი ძირითადი პრობლემა უმუშევრობა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი რეგიონული ცენტრია და საჯარო თუ კერძო ორგანიზაციების სიმრავლით გამოირჩევა, რესპონდენტები დასაქმებაზე მაინც ჩივიან. 35 გამოკითხულიდან 25 ადამიანი ამბობს, რომ უმუშევარია და თელავში სამუშაო ადგილების სიმცირეა. სამსახურის მაძიებლები იმასაც ამბობენ, რომ ქალაქში დასაქმება ძირითადად ნაცნობ მეგობრობით ხდება და განათლებას ყურადღებას არ აქცევენ. რესპონდენტების თქმით, ხელისუფლება თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს და პრობლემა სწორედ ამიტომ ვერ გვარდება. წადის თელავის საკრებულოში და სულ ნაცნობ მეგობრობით არის დასაქმებული და ნათესაობით. აი ეს პრობლემა, ეს არის ჩვენი უბედურება. თორე საქართველოს მასშტაბით თითქმის ესა. ეს რომ არ იყოს გამოყოფილი თანხები მიზნობრივად რო იხარჯებოდეს, ამდენი გაჭირვება და ამდენი უმუშევრობა და ასეთი პრობლემები არ იქნება. ნაცნობებსაც ასაქმებენ შეიძლება, რა ვიცი, ხელშეწყობა არ აქვს ისეთი ხელმძღვანელობის მხრიდან, ვერ გეტყვით, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ აშკარაა, რომ დასაქმების პრობლემა. პირადად მე ბიჭი მყავს 35 წლის უმაღლესი განათლებით ყველაფერი და ვერ შოულობ სამსახურს. არ არის არც ქარხანა არ მუშაობს, არც აბსოლუტურად არაფერი არ არის. რა გაიხსნა ისეთი რა გამოაცხადეს, რომ იმუშაოს ადამიანმა თუ ფული არ აქვს და ნაცნობი არ აქვს, არავინ მიგიღებს. ჩემი ძალი 3-4 წელია რაც დასაქმება უნდა, მაგრამ ვერ დაასაქმეს. ძალიან ეს მინდა ვიმუშაო და უმაღლესი განათლება მაქვს, მაგრამ ერთად სამსახურს ვერ შოულობ. ყველას უნდა დაბალი წლოვანებით ცოტა ახალგაზრდები 35 წელს ზევით არ უნდათ სამსახურში და ამის პრობლემაა. დასაქმება სად არის, რომელ რეგიონშია? აი რომელ რეგიონშია? არც ერთში. პირიქით, ან თავისუფლებები ვინც მუშაობენ. დასაქმების პრობლემა ყველგან არსებობს. მარტო თელავში კი არა ყველგან. სად არის დასაქმებული ხალხი ერთი მითხარით? სად არის სამუშაოები? მე ხლა პენსიონერი ვარ, მართალია. ვინ დამასაქმებს, მაგრამ ახალგაზრდობა სულ უმუშევრები არიან. ეს ამოდენა ხალხი რო დარბიან და არაფერს არ აკეთებენ, მაგას კითხვაღა უნდა. მაგრამ არსებობს კი არა, ძალიან არსებობს. ანუ უმუშევრობაა? რა თქმა უნდა, რაზე ლაპარაკი. თელავში მხოლოდ მცირედი ამბობს, რომ ქალაქში დასაქმება არ ჭირს. ამას ის რესპონდენტები აცხადებენ, რომლების დასაქმებულები არიან. მათი თქმით, თუ ადამიანს მუშაობა არ ეზარება, თელავში სამსახურს ადვილად იშოვის. თუ მუშაობა არ ეზარება ადამიანს, განსაკუთრებით სოფელში. თუ ვიღაც ქალაქში, მაგრამ და ის უმუშავარი არ დარჩება, იმუშავებს. იპოვის რაღაც სამუშაოს. ისე რომ ამ ხელაქალი ვარ, 66 წლის ქალი და მე ვმუშაობ. რაღაცა ვიპოვე, ამას არც უმაღლეს დამთავრება სჭირდება და არც რეკომენდაციები არ ავისი. მაგრამ მუშაობ, ესე იგი თუ უნდა მუშაობა, მაინც იმუშავებს. არ უნდა ითაკილოს თუ სამსახური გინდა, ეხლა საზღვარგარეთ იმედიან მომლელებად და რაღაცაებად და რაღაც ყველაფერს მიდიან და მაგაც შეიძლება დასაქმებაზე და მუშაობა. თუ სამუშაო გინდა, იშოვე რა თქმა უნდა. გამოკითხული რესპონდენტების თქმით, სამუშაო ადგილების შექმნაზე ცენტრალურთან ერთად ადგილობრივმა ხელისუფლებამაც უნდა იზრუნოს. როგორ აპირებს თელავის მერია ქალაქში პრობლემის გადაჭრას, დღეს საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა მიზეზად მერისა და ვიცე-მერის არყოფნა დაასახელა. ლაგოდეხში კი უმუშევრობასთან ერთად მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას საფენსა და ჭაბუკიანში რესპონდენტებს მცირე შემოსავლებით თვიდან თვემდე ოჯახის რჩენა უჭირთ. პრობლემიდან გამოსავალს ისინი რეგიონში ხილის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნასა და მოსახლეობის დასაქმებაში ხედავენ. ეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი აფენია. აქაურთა თქმით, ბოლო წლებში იმდენი ყოფითი პრობლემა დაუგროვდათ, რომ მათი ჩამოთვლა უძნელდებათ. როგორც რესპონდენტები ამბობენ, მიწათმოქმედებით, რომელსაც ისინი მისდევენ, წლიდან წლამდე თავის გატანა უჭირთ. ამიტომ ხელისუფლებას სამუშაო ადგილების შექმნაზე ზრუნვას თხოვენ. პრობლემა ყველას აქვს თითქმის, რომ უმუშევარია მეტი წილი ხალხი, მიჩერებია ადგილებს, სადაც მოყავთ ცოტა პენსიებია და არ ყოფნით წამლის ფულად. რო არ გექნება შემოსავალი და მიხვალ პროდუქტი, რო ძალიან გაჭირის არის, გაძვირებულია, რა ქნა სამგაჭირებულმა ხალხმა. სამუშაო არ გვაქვს და არასფერი არ გვაქვს, რა ვიცი, ხელფასიანი არ ვარ, პენსიონერი არ ვარ და დახმარება მქონდა, ისიც მომიხსნეს. ფანჯარა რო დაინახო, იტყვი რომ აფთიაგი აქ ამ ქალსო. ის დახმარება მომიხსნეს შვილო. პენსია წამლებში არ ყოფნის. იქ ხო გინდა დედა ან
ქვილი იყიდო, ან რამე იყიდო და რა უნდა იყიდო ამ 180 ლარით. ყველაფერი გაძვირებულია. უმუშევრობა, სიღარიბე, გაჭირება, რა ვიცი, სამსახური არაფერი, სამუშაო არაფერი, ხელფასი არა და თვითონ რო ირიგებს 7000 ლარს. მე 180 ლარი მეყოფა პენსიად, იმას 7000 არ ყოფნის და მე კიდე მე-13 პენსიას იღებს და მე 180 ლარი მეყოფა. აბა რითი ვირჩენ თავს, ერთი პენსია მაქვს 100 ლარი ავადმყოფობისა და იმას ვერ კმაყოფილობ. აბა რაში უნდა ვიმყოფინოთ? 42 ლარი და 44 ლარი რო ქვილი ეღირება, 2 ლარი პესოკი ეღირება, ზეთი რო 3-4 ლარი ეღირება. იმს რა იქნება? ვიმყოფინებთ ამას რამეში? მსგავსი პრობლემები აქვთ აფენიდან რამდენიმე კილომეტრი დაშორებულ სოფელ ჭაბუკიანშიც. როგორც ჭაბუკიანში გვითხრეს, ოჯახში არასაკმარისი შემოსავალი მათთვის მთავარი გასაჭირია და ფიქრობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, მალე პირველადი მოხმარების პროდუქტების და მედიკამენტების შეძენასაც ვეღარ მოახერხებენ. პრობლემები იმდენია, რომ ჩამოვთვალო არ დაიცვლება. ხელფასობა, სიძვირე, ოჯახი ჩემი ისეთია, რომ პენსია არა მაქვს, ხელფასი არა მაქვს, დახმარება არა მაქვს და თავის ჩენა გვიჭირს. სიძვირე უმუშავარი ვინსაც სად უნდა ვიმუშაოთ ჩვენ აბა. ყველაფერი ძვირია, ახლა კიდევ ამ წამლებს ერთი ამბავი არის და მე არ ვიცი რანაირად უნდა მივწვდეთ ამ წამლებს და რაღა უნდა ვჭამოთ. მე არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. აი დღე და ღამე ვფიქრობთ, აღარ მინდა ტელევიზორთან დავიждე. გვიჭირს აბა რა. როგორ არ გვიჭირს? ყველაფერი გააძვირეს. პენსია რა 180 ლარი. შეხვევნა ხელები და ერთად წამალში არ ყოფნის პენსია. გაჭირება როგორ არ არის? არის გაჭირება. 1 კილო თევზი რო 67 ლარს მიცემს ცხოვრება არის. კილო ხო 11 ლარი გახდა. სამუშაო აღარ არის. აი რითი ირჩეთ თავს თუ სამუშაო არ არის? რითი ვირჩენთ, რა ვიცი, ვირჩენთ რომ ნელა უკან მივდივართ. როგორც გამოიკვეთა გამოკითხულ რესპონდენტებს, ყველაზე მეტად უმუშევრობა აწუხებს. მათი ვარაუდით ყოფითი პრობლემები მხოლოდ მაშინ მოგვარდება, თუ რეგიონში სამუშაო ადგილები შეიქმნება. ამიტომ ითხოვენ, რომ სოფლებში ხილის გადამამუშავებელი ქარხნები გაიხსნას და დასაქმდნენ. წელს შარშანდელისგან განსხვავებით ეროვნულ გამოცდებებზე ცვლილებები არ არის. სტუდენტობის მსურველთა რეგისტრაცია 23 თებერვლიდან დაიწყო. გურჯანელ აბიტურიენტებთან და პედაგოგებთან გასაუბრების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ წელს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელი სამედიცინო უნივერსიტეტია. მე-12 კლასელები ფიქრობენ, რომ უფრო მარტივია დასაქმება მაგალითად ფარმაცევტის პოზიციაზე. რომელ უნივერსიტეტებში და რა ფაკულტეტებზე სურთ ჩაბარება, საკითხით ეთერ თეთრაძე დაინტერესდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სტუდენტების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. მე-12 კლასელებს, რომლებსაც უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება სურთ, ერთიანი ეროვნული გამოცდების ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ. ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე, რომელიც 30 მარტს დასრულდება, აბიტურიენტებმა პირველ რიგში გაიარონ რა თქმა უნდა რეგისტრაცია, აირჩიონ საგამოცდო ქალაქი და ის სავარაუდო საგნები, რომლის ჩაბარებასაც აპირებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, თუმცა მათ 30 მარტის შემდეგ 20 მაისის ჩათვლით ექნებათ შესაძლებლობა შეცვალონ თავისი არჩევანი, მე გულისხმობ საგნებს შეცვალონ გამოცდის ენა და მესამე ეტაპი უკვე გულისხმობს ფაკულტეტების არჩევას, რომელიც მას შემდეგაც გაგრძელდება, როცა მათთვის ცნობილი იქნება საგამოცდო შედეგი. გურჯაანის საჯარო სკოლებში მე-12 კლასელების უმრავლესობა ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. ნინო ბერიძიშვილი მე-4 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. მას სამედიცინო უნივერსიტეტში ფარმაციის ფაკულტეტზე ჩაბარება სურს. მისი აზრით, ამ პროფესიით უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უფრო ადვილად დასაქმდება. გადაწყვეტილი მაქვს სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარება ფარმაციის განხრით, იმიტომ რომ დასაქმების მხრივ უფრო პერსპექტიული იქნება და ბავშვობიდან ეს უფრო მინდოდა, პროფესია უფრო მინდოდა. ჩემი მეგობრები უფრო ირჩევენ ბიზნესის ფაკულტეტს ილია სახელმწიფო უნივერსიტეტში და რადგან ამ ბოლო დროს უფრო პოპულარული გახდა ეგ ფაკულტეტი. მე მაქვს გადაწყვეტილი საქართველოს უნივერსიტეტი, მინდა რომ გეოგრაფიით ჩავაბარო და არ ვიცი ზუსტად ფაკულტეტი არ მაქვს არჩეული რა, გეოგრაფიით სადაც მოვხდები და გადავხედავ რა დღეს რო დაიდოსიები, იმის მიხედვით გავიგებ და ჩემი მეგობრები ზოგი ბიზნესი, ზოგი სამართალდამცავები, სამართალზე უნდათ და ზოგს ექიმობა.
პედაგოგების ინფორმაციით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამედიცინო უნივერსიტეტი მოთხოვნადი აღარ იყო, თუმცა წელს აბიტურიენტების უმრავლესობას სწორედ ამ უნივერსიტეტში ჩაბარება სურს. შარშანდელის მსგავსად 2017-შიც პოპულარულობით სარგებლობს სამართალმცოდნეობა, ეკონომიური და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტები. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, განსაკუთრებით ლიდერობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო და ილიას უნივერსიტეტები, ასევე პოპულარულია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებიც. ჩვენი ბავშვები მეტწილად ირჩევენ იურიდიულს, სამედიცინოს და ბიზნეს ფაკულტეტებს. მეტწილად ბავშვებს უნდათ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, აგრარული, ილიას უნივერსიტეტი. ადრე ცოტა სამედიცინო ინსტიტუტს აღარ ირჩევდნენ, მაგრამ ეხლა უფრო პოპულარული გახდა სამედიცინოც მოსწონთ ბავშვებს. მე-12 კლასელები ჩემი აზრით უფრო სამედიცინოს ანიჭებენ უპირატესობას, იურიდიულს, ბიზნესს. ეკონომიკის ფაკულტეტი მოსწონთ ძალიან. გააჩნია, რა ვიცი ხა, ირჩევენ ზოგი ჯავახიშვილს, ზოგი თავისუფალ უნივერსიტეტს, ილიას უნივერსიტეტს. აგრარული უნივერსიტეტიც პოპულარულია ძალიან. ალბათ იმიტომ ირჩევენ, რომ უფრო ადვილია მერე დასაქმდნენ და სამომავლოდ კონდეთ იმათ რაღაც კარიერული წინსვლა კონდეთ. გურჯაანის საჯარო სკოლებში მე-12 კლასელთა უმრავლესობა უპირატესობას მაინც სახელმწიფო უნივერსიტეტებს ანიჭებს. აქ გადასახადი კერძო უნივერსიტეტებთან შედარებით გაცილებით იაფია და 2225 ლარი ღირს. დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში კი შესაძლოა სტუდენტმა თანხის ნახევარი ან საერთოდ არ გადაიხადოს. გურჯაანის საჯარო სკოლების მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე გეგმავს თელავის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას. რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებს, აბიტურიენტები ამბობენ, რომ ჯერ უმაღლესში ჩაბარებას შეეცდებიან, თუ ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგი ვერ აჩვენეს, შემდგომში დაფიქრდებიან პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელებაზე. მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დაპირისპირების ფაქტები კახეთის საჯარო სკოლებში გახშირდა. თელავის საჯარო სკოლის შემდეგ მსგავსი ინციდენტი ჩალობნის სკოლაშიც მოხდა. მე-5 კლასელის მშობელი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს შვილის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. მშობელი საქმეში სახალხო დამცველისა და განათლების სამინისტროს ჩართვას ითხოვს. თუ ფაქტს რეაგირება არ მოყვება, იგი სასამართლოში საჩივრის შეტანასაც გეგმავს. კონკრეტულად რა გახდა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის უთანხმოების მიზეზი თემაზე ეთერ თეთრაძე მუშაობდა. ჩალობნის საჯარო სკოლის მე-5 კლასელის მშობელსა და სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ლამზირა ყორჩიშვილმა მოსწავლეს პანდუსით სარგებლობა აუკრძალა და ჩანთა კიბეებზე ხელით აატანინა. მშობელი ამბობს, რომ მიშვილს ოპერაცია აქვს გაკეთებული და მძიმის აწევა არ შეუძლია. ნათია დათუაშვილის ინფორმაციით ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დირექტორი მისი შვილების დისკრედიტაციას ეწევა. მისივე განმარტებით ხშირად სკოლის დირექტორი მოსწავლეებს გაკვეთილების დროს დერეფნების და ეზოს დასუფთავებას ავალებს. მშობელი დირექტორის გათავისუფლებას ითხოვს. პანდუსთან დაკავშირებით დაიწყო ეს ყველაფერი. აქამდე ხმა არ მომიღია, უბრალოდ მივდიოდი ჩუმაწყნარად და ვეუბნებოდი მაგას, რომ ჩემ შვილებზე რომ არ მომწონს, რომ გაკვეთილიდან გამოყვანის ალაგებინებთ. მივედით, უნდა მელაპარაკა დირექტორთან, რის მერეც მე მივიღე დირექტორისგან შეურაცხყოფა. შეინტრიგანო ნაციონალების მოგზავნილო, რა შეჭამე გული შენი შვილებითო. თავად ლამზირა ყორჩიშვილი ნათია დათუაშვილის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მას მშობელმა მიაყენა და გაკვეთილი ჩაშალა, რასაც სხვა პედაგოგებიც ადასტურებენ. რაც შეეხება პანდუსით სარგებლობას, მისი განმარტებით, ვინაიდან ის გაყინული იყო, მიუთითა, რომ სხვა მხრიდან ასულიყო. ეს ბავშვი გამოჩნდა უკვე გვიან ზარი რომ მირეკებოდა და ნეუთხარი გენაცვალე. აი აქედან არის გათავისუფლებული კიბეები და აქედან ამ საფეხურებზე ამოდით. როგორ ყოველთვის თქვენი გვიანებთ ასე ახლოს ცხოვრობთ. აბსოლუტურად სხვა მეტი არაფერი არ მეთქვია და ეს არის ცილისწამება, რომ მე ვითომ მაგისთვის მაღალი სიტყვა მეთქვას. თუ არ უნდა ეშინოდეს მაგას, რომ აი ესეთი პროვოკაცია მომიწყო მე. 10 წუთი ეკლდა გაკვეთილის დამთავრებას, რომ მესმის ძალიან დიდი ჩხუბის ხმა. ახლა თავისთავად ცხადია, რომ გაგიკვირდება რა ხდება, იმიტომ რომ ასეთი ჩხუბი ნავდათ ქუჩაში თუ დამინახია. გამოვიხედე და დირექტორი იდგა რაგერი იქ როგორც დასჯილი ბავშვი, ესე ჯიბებში ხელით ჩაყოფილი, თავი ქონდა ჩაღუნული. დედამთილი
ქმარი, თვითონ გამგებელი სოფლისა და ეს დანარჩენი ბავშვები, რომლებსაც გაკვეთილი ჰქონდათ დამთავრებული, აი ეს მიეყენებინათ კუთხეში და რა სიტყვებს არიმეორებდა. ჯერ ერთი ეს არის სკოლა, გენაცვალე, კულტურის დაწესებულება არის. რა უფლებითა, კივის და წივის და შეურაცხყოფას აყენებს, ჯერ მასწავლებს და მერე დირექტორს. მიუთითა რომ პანდოსით არ ესარგებლა, გაყინული იყო იმ პანდოსის მხარეს და არ შეიძლებოდა იმ მხარეზე გავლა. საერთოდ არ შეიძლებოდა. 5-7 სანტიმეტრის ყინული იდო, ზემოდან ჩამოდიოდა, წვეთავდა წყალი და გაყინული იყო და თუ ის არის დანაშაული, რომ მასწავლებელმა და დირექტორმა მიუთითეს, რომ მაქეთ არა და აქეთ განთავისუფლებულ მხარეზე უნდა ამოხვიდეთ, ნუ არ ვიცი, მე ეგ თუ დანაშაულია, ეგ უკვე მაშინ თავს დაარტყავდა და ახლა ის გახდებოდა სალაბარაკო. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს ცენტრში აცხადებენ, რომ მოსწავლის მშობელს მათთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს. თუკი ჩვენ მშობელი მოგვმართავს, ჩვენ აუცილებლად შევისწავლით სიტუაციას და თუკი ბავშვის უფლებები დაირღვა, ნამდვილად დაირღვა, მაშინ უკვე დირექტორთან დაკავშირებით ჩვენ მივმართავთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით. ნათია დათუაშვილი კი სახალხო დამცველს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკითხით დაინტერესებას თხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში ჩივილს გეგმავს. სილამაზის სალონებში კონტროლი მკაცრდება, მათ შემოწმებას ჯანდაცვის სამსახური განახორციელებს, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კი ჯარიმები გამოიწერება. სილამაზის სალონების მონიტორინგი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც C ჰეპატიტის ვირუსის პრევენციას ისახავს მიზნად. რა ევალებათ სალონებს და როგორ მიმდინარეობს პროგრამა, თემაზე ეთერ თეთრაძე მუშაობდა. სილამაზის სალონები ეს არის კერა, ერთ-ერთი რა თქმა უნდა, C ჰეპატიტის გავრცელების კუთხით. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი სილამაზის სალონების შემოწმებაა. სულ მალე გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სალონების მონიტორინგს და კონტროლს განახორციელებს. სტილისტები, კოსმეტოლოგები და მანიკურ-პედიკურის სპეციალისტები ვალდებულნი არიან იუსტიციის სახლში ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირდნენ და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაიცვან. იმ შემთხვევაში თუ სილამაზის სალონში დარღვევა დაფიქსირდა დაჯარიმდებიან. კონტროლს უახლოეს მომავალში დავიწყებთ ამგვარ დაწესებულებებში. ისინი გაფრთხილებული არიან ამის თაობაზე, რომ დარეგისტრირებულნი უნდა იყვნენ სამეწარმეო რეესტრშიც და ასევე სტერილიზაცია, დეზინფექციის დაცულობა უნდა იყოს აუცილებლად თავიანთი მუშაობის პროცესში. იმ შემთხვევაში თუ ასეთი პროვაიდერი ან ოპერატორი არ შეასრულებს ამგვარ მოთხოვნებს, ფიზიკური პირი თუ მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირი ჯარიმდება 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 100 ლარის ოდენობით. საქართველოში C ჰეპატიტის დასამარცხებლად ელიმინაციის პროგრამა 2 წელია მიმდინარეობს. ახლა დიაგნოსტირება და მკურნალობა უკვე გურჯაანშიცაა შესაძლებელი. მას შემდეგ რაც კახეთი იონი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩაერთო სამედიცინო ცენტრს უკვე 150-მა პაციენტმა მიმართა. აქედან ვირუსი 30-ზე მეც დაუდასტურდა. მათგან მკურნალობას 7 ადამიანი გადის, დანარჩენი კი კვლევის სხვადასხვა ეტაპზე არიან. როგორც კახეთი იონში აცხადებენ, პაციენტები მედიკამენტს უფასოდ იღებენ. დიაგნოსტირებისთვის კი 420-დან 500 ლარამდე სჭირდებათ, თუმცა უმწეო სტატუსის შემთხვევაში ამ თანხის 70%-ს სახელმწიფო აფინანსებს. დანარჩენ პაციენტებს კი 30% აუნაზღაურდებათ. ამ ეტაპზე ახლა ჩვენთან 28 პაციენტია, პრერეგისტრაცია გაიარა 28 პაციენტმა, 7 პაციენტი უკვე მკურნალობის კომპონენტშია ჩართული, დანარჩენი უკვე გადის დიაგნოსტიკურ კვლევებს. ქვია აღნიშნავ, რომ ეს პროგრამა შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, ეს არის დიაგნოსტირების კომპონენტი და არის მკურნალობის კომპონენტი. დიაგნოსტირების კომპონენტშია 24 პაციენტი ჩართული და 7 პაციენტი არის უკვე მკურნალობის კომპონენტში ჩართული. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში მკურნალობას 38000 პაციენტი გადის. პროგრამის მნიშვნელობაზე საუბრობენ თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურშიც. მათი მონაცემებით წელს კახეთში C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების გამოვლენის რიცხვი შემცირდა. მდინარე წლის შედარებით უფრო მოიპოვა გამოვლენა, იმის გამო რომ პირველ წელს განსაკუთრებით მოდიოდა აქტიურად ის კატეგორია, რომელსაც ეგონა რომ ჰქონდათ რისკი დაავადების.
გამოვლენის და ამიტომ უფრო ის კატეგორია მოდიოდა. ეხლა მოდის ყველა ნებისმიერი ადამიანი ყოველგვარი რისკის გარეშე და რა თქმა უნდა მათაც გამოვლინდება C ჰეპატიტი, თუმცა უფრო ნაკლებად ვიდრე წინა წელს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის მთავარი მიზანია, რომ 2020 წელს საქართველოში C ჰეპატიტის შემთხვევები აღარ დაფიქსირდეს. ყვარელში კახეთი იონის სისხლის ასაღები პუნქტი გაიხსნა. ჭავჭავაძის 74 ნომერში პაციენტებს ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა შესაძლებლობა ექნება ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევები და C ჰეპატიტის სკრინინგ პროგრამაშიც ჩაერთონ. ამავე კაბინეტში სამომავლოდ დაგეგმილია მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, კარდიოლოგის და სხვა პროფილის ექიმთა კონსულტაციებიც. პაციენტებს საშუალება ექნებათ ყველა ის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც კახეთი იონში შეუძლიათ მიიღონ, ადგილზე ჰქონდეთ წვდომა. ანუ მივლენ პაციენტები, აიღებენ ანალიზები იგზავნება დანიშნულ დროზე და პასუხსაც ადგილზე მიმართავენ ჩვენს წარმომადგენელს, რომელიც იქვე ამოუბეჭდავს პაციენტს და გადასცემს უკვე გაკეთებული ანალიზის პასუხს. ასევე პაციენტებს წვდომა ექნებათ ყველა იმ უფასო ტესტებზე, კვლევებზე, რასაც კახეთი იონი ატარებს, მათ შორის C ჰეპატიტის სკრინინგზე. უკანონო ნაგავსაყრელები კახეთში და მისგან გამოწვეული საფრთხე. გურჯაანში არხის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 9 კილომეტრიანი ნაგავსაყრელია თვითნებურად მოწყობილი. აქ საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებს ყოველდღე ამატებენ, ტერიტორიის გასუფთავებაზე კი არავინ ზრუნავს. მოსახლეობის ინფორმაციით ტერიტორია მაწანწალა ძაღლებისა და მღრღნელების თავშესაფარი გახდა. თუ პრობლემით შესაბამისი ორგანოები არ დაინტერესდებიან, ვარაუდობენ, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება. უკანონო ნაგავსაყრელების პრობლემა სხვა მუნიციპალიტეტებში აქტუალურია. ვინ არის პასუხისმგებელი საკითხი დაინტერესდეს და პრობლემის გადაჭრის გზები დასახოს. გიორგი ბაღანაშვილი დაინტერესდა. აი რა ამბავია, აი ბუდია ნაგავკრიან და თელი მატრი და სიბუნძური და წყალი ახლოა და წყალი ვეღარ ახდომ თერაფერი. სურაელის ბარაშვილი მანტის სანიტარიასა და პრობლემებზე საუბრობს, რაც ამ ნაგავსაყრელზე არსებობს. იგი ამბობს, რომ წლების წინ გურჯაანიდან რამდენიმე კილომეტრში არხის მიმდებარე ტერიტორია უკანონო ნაგავსაყრელად იქცა და მას შემდეგ პრობლემა ვერ გვარდება. აქ შეხვდებით როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სამშენებლო მასალების ნარჩენებს. რესპონდენტების თქმით, ეს ადგილი მაწანწალა ძაღლების და მღრღნელების თავშესაფარად იქცა. უკანონო ნაგავსაყრელთან ახლოს ატმის ბაღები და ვენახებია გაშენებული, რაც მოსავალსაც აბინძურებს. აქვეა სარწყავი არხიც, პრობლემა კი განსაკუთრებით ზაფხულში მწვავდება. ბეჭუბები კი ლუყით და მაინც მოდიან ყრიან. პატრონი არ აყვა რომ მოხედონ და რაღაცა გააკეთონ. წუნყლა ძაღლები სამსია, რა ვიცი. ზე გვაქვს ვენახები და თელი სული და თელი მატრი და თელი გაუხრებულია ყველაფერი. ანტისანიტარია არის. ვისაც ნაგავი აქვს, მაინც აიქ აიყრის, აიქ წყალს ავსვამთ და აიქ კიდე 2 მეტრაში კიდე ნაგავს აიყრიან. აბა ეს არის კანონი და ეს არის ისა. აიქით ორმოარი არც ტრაქტორი არის ისა მიაწვეს და იქ იმაში ორმოში მაინც ჩაყაროს აგე ბოლოში იქით ორმო არის. და აი ყრიან გასავლელიც აღარ არის რომ აი წყალზე მოიდეს კაცი და დალიო აბა. ძაღლებიც როგორ არიან ნაგავს რო ყრიან იქ საჭმელის რაღაცებს ეყრიან, მოდიან ჭამენ, მერე მიდიან რა ვიცი ან თუ უკმინა ვის მეკიდე და ცოფი შეხვდება ალბათ რა ვიცი. საკითხს გურჯაანის გამგებლის მოადგილე დიმიტრი კალატოზიშვილი გამოეხმაურა. მისი განმარტებით არხის მიმდებარე ტერიტორია ნაგვისგან 1 წლის წინ გაიწმინდა, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო. მისივე თქმით, წლის განმავლობაში უკანონო ნაგავსაყრელებს შეძლების დაგვარად მოაწესრიგებენ. არხის მიმდებარე ტერიტორიაზე გასულ წელს იქნა მთლიანობაში დასუფთავებული აბსოლუტურად მაქსიმალურ დონეზე, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ ამ ერთ წლის განმავლობაში მოსახლეობის მიერ თვითნებურად ისევ იქნა დაახლოებით იგივე რაოდენობის ნაგავი შეტანილი. სულ რაღაცა 2-3 კვირის უკან ჩვენ მივიღეთ 3 ახალი ნაგავმზიდი მანქანა, რომელიც დღეის მდგომარეობით დგას პოლიციის ეზოში და ჯერ გადმოცემა არ მომხდარა, ალბათ სადღაც 1 კვირის განმავლობაში შევა ისინი ექსპლუატაციაში და ეტაპობრივად ამ ნაგავსაყრელებს სულ ყველაფერს მივხედავთ. გურჯაანის გარდა კახეთში კიდევ არაერთი უკანონო ნაგავსაყრელია, სადაც მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ყრის და გარემოს აბინძურებს. გამოკითხული რესპონდენტები ეკოლოგიურ საფრთხეებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარება ევალება. მოსახლეობაში კი ცნობიერების ამაღლებაა საჭირო. ძალიან დაბინძურებულია გარემო. ჯერ მარტო ეს ცელოფანის პარკები, აქა-იქ აყრიან, ეს ხო ყველაფერი ნაგავია შვილო. ამას მოვლა უნდა. თვითონ მოსახლეობაც ტყუის ასე რო ყრიან ამ ნაგავს. აი მოსახლეობა თითოეული ადამიანი რო გაფრთხილდეს და ის ცელოფანია თუ ქაღალდია თუ სიგარეტის ნამწვავი რო არ გადააგდონ, სისუფთავე ყოველთვინ იქნება. რა თქმა
უნდა პროგრამატორიაში რომ და ყველანი ვალდებულები ვართ დავიცვათ, მოუვაროთ ჩვენ რეგიონს, რაიონია, სოფელია, იმიტომ რომ ეს ჯანმრთელობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს. სად ეხლა დასუფთავებული გარემო და სად დაბინძურებული. დაბინძურებულში არც სუნთქვა შეიძლება, არც შეუძლებელია დაბინძურ გარემოში ცხოვრება, მაგრამ ცხოვრობთ. რატო უნდა იყოს დაბინძურებული? უნდა გასუფთავდეს და სრულყოფილად იყოს ბინა თუ ქუჩა თუ რაც არის ნებისმიერი ადგილი შვილო. მაგას წინ რა უდგას, ისუფთავია მთავარი. სწორედ მყარი ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის თემაზე გაიმართა შეხვედრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, რომელსაც თვითმმართველობის წარმომადგენლები და დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირები დაესწრნენ. შეხვედრაზე, რომელიც პროექტ დაასუფთავე საქართველოს ფარგლებში გაიმართა, გარემოს დაბინძურების პრობლემების გადაჭრის გზებსა და მყარი ნარჩენების გადამუშავების საკითხზე იმსჯელეს. ჩვენ მქონდა შეხვედრა ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რათა გაგვევლო ის პრობლემები, საკანონმდებლო მოთხოვნები, რაც არის დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში და საერთაშორისო გამოცდილება. რითი შეგვიძლია დავიწყოთ დღეს, როგორ არის ასოცირების შეთანხმებით მოთხოვნები და რა პრობლემები არსებობს სამმართველოები და ასევე რა შეიძლება რომ ადგილობრივ დონეზე დღესვე იქნეს განხორციელებული. გარემოს დაბინძურება კანონით დასჭადია. 2015 წლიდან ახალი რეგულაციების თანახმად საყოფაცხოვრებო ნარჩენების ქუჩაში 50-დან 1500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, თუმცა პრობლემა ქვეყანაში კვლავ აქტუალურია. თელავში ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს საკონსულტაციო საბჭოს მორიგ შეხვედრაზე რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენებმა სავარაუდო პროექტები წარადგინეს, რომელიც ერეკლე მეორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას უკავშირდება. შეხვედრას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ბიზნესმენები და ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი დაესწრნენ. მიმდინარეობს რეგიონული განვითარების კომისიის მუშაობა. კომისიაზე წარმოდგენილი არის მუნიციპალიტეტების მხრიდან 155 მილიონი ლარის ღირებულების 500-მდე პროექტი. პროექტების მეტი წილი მოდის საავტომობილო გზების მშენებლობაზე, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, სპორტული კომპლექსების მოწყობა და სხვა. კომისია განიხილავს წარმოდგენილი პროექტების მიზანშეწონილობის საკითხს, რომელიც შემდგომში უკვე გადაეგზავნება მთავრობას ამ პროექტების დაფინანსების მიზნით. თუშეთში გადაადგილება წლის ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი. ალტერნატიული გზის პროექტირება დაწყებულია. ჯერჯერობით კი ზამთარში ეს მხარე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ჩაკეტილია გზები და იქ ჩაცვლა მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი. როგორ ატარებენ ზამთარს მაღალმთიან მხარეში და რა მოლოდინები აქვთ, ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. თუშეთი 6 თვის განმავლობაში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე გარე სამყაროს მოწყვეტილია. რეგიონში ჩასვლა მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი. ეს სოფელი ომალუა, ზოგადად აქ 37 ოჯახამდე ცხოვრობს. ამ ზამთარს კი აქაურობას მხოლოდ რამდენიმე ოჯახი და ექიმი შემორჩა, რომელიც მოხუცებს სამედიცინო მომსახურებას უწევს და მედიკამენტებითაც ეხმარება. სოფელში არც მაღაზია და არც აფთიაქი. აქაურები ამბობენ, რომ შრომაში ნახევარი წელი უფრო მალე გადის. თული იმიტოა რომ 4 თვე, 5 თვე. და ეს თოვლი და ეს ყინვა. დასაქმებული ხარ და უკვე აღარ აგწყინება. გასაჭირი იმიტომაა რომ დაწყებული უკვე ოქტომბრის 15-დან ვიდრე მაისის ბოლომდე წინ გადაადგილება არის ჭირს, იმიტომ რომ თოვლი დიდია, მანქანა საერთოდ არ მოძრაობს და ცხენიც იმ შემთხვევაში თუ კი ნაწილობრივ გზები იქნება ამშრალი. ამ ზამთარს ომალოელებმა პირველად უმასპინძლეს სტუმარს. მათთან სასურსათო პროდუქტით კახეთის გუბერნატორი თელავი ყვარლის მაჟორიტარი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვერტმფრენით ჩავიდნენ. კახეთის გუბერნატორის შეფასებით თუშეთს დიდი პოტენციალი აქვს, რომ ეკოტურიზმი განვითარდეს და დამსვენებლები აქაურობას ზაფხულის გარდა წლის ნებისმიერ დროს სტუმრობდნენ. მისივე აზრით აუცილებელია თუშეთს სტატუსი მიენიჭოს. მთავრობის გეგმაში არის შეტანილი სწორედ რომ ამ ტერიტორიას, როგორც დაცულ ტერიტორიას, არა მარტო ბუნებრივი რეკრეაციის მხრივ, არამედ საყოფაცხოვრებო, არქიტექტურული განსახლების კუთხით მიენიჭოს განსაკუთრებული სტატუსი. მთელი მსოფლიოდან აქ
განსაკუთრებულად დაინტერესებული ტურისტების დიდი ნაკადი იქნება შემოსული. ეს უკვე ევროპაში, სოფლიოში აღიარებულია, რომ თუშეთი არის პერსპექტიულად ტურისტებისათვის, ეკოტურიზმისათვის, ისტორიული და განუმეორებელი ლანდშაფტის და ლანდშაფტთან ჩაწერილი ესეთი სოფლების მნახველთა, ასე ვთქვათ, ინტერესის სფერო. თუშეთის მიმართულებით პანკისის ხეობის გავლით ალტერნატიული გზის პროექტირება დაიწყო. პროექტის დასრულების შემდეგ თუშეთში გზა აღარ ზამთარში ჩაიკეტება. ადგილობრივებს ბართან კავშირი ექნებათ, დამსვენებლებსა და ტურისტებს კი წლის ნებისმიერ დროს მიეცემათ საშუალება თუშეთს ესტუმრონ. ეს ადგილობრივ სასტუმროებზეც დადებითად აისახება. თუშეთი არის ფაქტობრივად ჩვენი მარგალიტი, საქართველოს მარგალიტი, ულამაზესი კუთხე და ვფიქრობ, რომ მისი პოტენციალი არ არის ბოლომდე სათანადოდ გამოყენებული. ამისთვის უკვე ჩვენი ხელისუფლების პირობებში უამრავი პროექტია დაგეგმილი. ჩვენ წელს გამოვაცხადეთ ტენდერი და მიმდინარეობს დაპროექტება, ვაპირებთ ახალი გზის მშენებლობას. დაახლოებით 3 თვეში თუშეთის მიმართულებით გზა გაიხსნება. ომალოელებს იმედი აქვთ, რომ გზის მშენებლობა წელსვე მოესწრება და მომავალ წელს იგივე პრობლემა არ შეექმნებათ. არსენ იყალთოელის ხსენების დღე იყალთოს აკადემიაში სამების სახელობის ტაძარში საღვთო ლიტურგია აბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა აღავლინა. მეუფე მქადაგების დროს არსენ იყალთოელის ღვაწლზე ისაუბრა, მრევლს თავმდაბლობისაკენ მოუწოდა და ურჩია, რომ სხვის ნაკლოვანებებზე ყურადღება არ გაამახვილონ. იყალთოელები წმინდანის ხსენების დღეს განსაკუთრებით ზეიმობენ. საღვთო ლიტურგიას გიორგი ბაღანაშვილი და დავით პეტრუსაშვილი დაესწრნენ. წმინდა უძლიერო, წმინდა უგდო, შეგვისწავლენ ჩვენ. დიდება მამასა და დესა და წმინდა სასულთნოთან არის დაუხმითი უგუნისამდე ამინ. წმინდა არსენ იყალთოელის ხსენების დღესთან დაკავშირებით იყალთოს აკადემიაში სამების სახელობის ამ ტაძარში წირვალოცვა აბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა აღავლინა. მეუფე დავითმა საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ არსენ იყალთოელის ახლად დაწერილი ხატი აკურთხა. მრევლს თავმდაბლობისკენ მოუწოდა და ურჩია, რომ სხვის ნაკლოვანებებზე ყურადღება არ გაამახვილონ. ჩვენ რო გვახსოვდეს საშინელი სამჯარო ყოველ დღე აღარ ვცოდავთ, აღარ შევწდებით, აღარ განვიკითხავთ სხვას და ვეცდებით, რომ საკუთარი თავი დავინახოთ ყველაზე უფრო პირველ რიგში. ეფრემ ასურის ლოცვის კითხვა დაიწყება ახლა და სულ მაქვს ესეთი აზრი, რომ ეს ლოცვა კი განსაზღვრულ დროს არის, რომ უნდა ითქვას, მაგრამ ალბათ გულით და გონებით ყოველთვის უნდა ვატარებდეთ ამას, რომ ჩვევად იქცეს. სხვას კი არ განვიკითხავდეთ, არამედ საკუთარ თავში ვეძებდეთ. წმინდა არსენ იყალთოელი მეფე დავით აღმაშენებლის მოწვევით საქართველოში 1114 წელს ჩამოვიდა და სხვადასხვა მონასტრებში მოღვაწეობდა. იგი სასულიერო და საერო მეცნიერებას ფლობდა. წმინდა არსენ იყალთოელი დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი საიმედო მრჩეველი და მოძღვარი იყო. მის სახელს უკავშირდება იყალთოს აკადემიის დაარსებაც, რომელიც საქართველოში ცნობილი საგანმანათლებლო კერა იყო. როგორც ისტორიულ წყაროებშია მოთხრობილი, აკადემიამ ქვეყნის ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო მეცნიერება აღორძინა. არსენ იყალთოელმა არაერთი ფილოსოფიურ თეოლოგიური ნაშრომი თარგმნა. იყალთოელები წმინდანის ხსენების დღეს განსაკუთრებით ზეიმობენ. ის იყო ერთგული საქართველოს ეკლესიისა, მოღვაწეობდა დავით მეფის მოწვევის შემდეგ გელათის აკადემიაში, შიომღვიმეში მოღვაწეობდა, შემდეგ გადმოვიდა იყალთოში, იყალთოს მონასტერში და აქ დააარსა სკოლა აკადემია, რომელიც განთქმული იყო იმ დროს, რა თქმა უნდა, თავისი სწავლულებით. სულია საქართველოს მოსაუთხემანდელს და იყალთოელებს. არსენ იყალთოელის ხსენების დღეა. მერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ძალიან კმაყოფილები ვართ, ძალიან მერთმა ჩვენს მოგმადლოს ასეთი დიდი მადლი, როგორც არსენ იყალთოელს, შეგვაძლებინოს ღმერთმა და გაგვაძლიეროს. ძალიან დიდი დღესასწაულია. ყველა საერთოდ ყველა მართლმადიდებისთვის, განსაკუთრებით იყალთოელებისათვის. არსენ იყალთოელი იყალთოშივე მონასტრის დამაარსებლის წმინდა ზენონის გვერდითაა დაკრძალული.
ძალის მიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონი ველისიხელი 32 წლის გიორგი ბეროშვილი 4 თვიანი პაუზის შემდეგ აქტიურ სპორტს უბრუნდება. სპორტსმენმა ქვედა კიდურებზე ტრაუმა ავტოსაგზაოს შემთხვევის შედეგად მიიღო, რის გამოც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და რთული ოპერაციაც ჩაუტარდა. ახლა კი როგორც ამბობს, თავს კარგად გრძნობს მსოფლიო ჩემპიონი დაახლოებით ერთ თვეში მზადებას დაიწყებს ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც მოსკოვში ივნისში უნდა ჩატარდეს. დაახლოებით უკვე 4 თვეა რაც აქტიურ სპორტში აღარა ვარ ამ ავარიის გამო, მაგრამ ცოტა უკვე დავიწყე ვარჯიში და ვფიქრობ, რომ მარტის ბოლოდან უკვე აქტიურად დავიწყებ მომზადებას შეჯიბრისთვის, რადგან უკვე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მაძლევს საშუალებას, რომ უკვე აქტიურად ჩავერთო ამ სპორტში. რა ვიცი, დაახლოებით ივნისის თვეში ტარდება ორი ჩემპიონატი, ერთი მოსკოვში და მეორე ლუცკში, ერთი არის ევროპის ჩემპიონატი, მეორე კომერციული და ერთ-ერთზე მინდა რომ მივიღო მონაწილეობა. რაც თავარია უკვე ვცნობ, რომ ცოტა მიმბრუნდება ძალები და მინდა რომ ისე ვასახელო ჩემი ქვეყანა. კვირის მთავარი მოვლენები მე ნინო სამნიაშვილმა გაგაცანით, გადაცემის განმეორებით ნახვა ხვალ კვირას 10 საათზე შეგეძლებათ. ასევე საინფორმაციო გამოშვება შაბათი დღეს შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე ტელეკომპანია გურჯანი. ნახვამდის ბედნიერ შაბათ კვირას გისურვებთ.